ჩვენ კი გიმზადეთ თემას, რომელიც გადაცემის დასაწყისშიც დაგიანონსეთ და იდეაში, რა ვიცი, ბევრჯერ მოგიყევით მთელი ამ სეზონის განმავლობაში. ფარმაცევტული კომპანია ავერსი იმდენარი წლის 14 ნოემბერს 31 წლის იუბილეს აღნიშნავს. 1994 წელს დაფუძნებული მედიკამენტების იმპორტიორი კომპანია წლების განმავლობაში თანაბარზომიერი განვითარებით სამედიცინო სფეროში არა მხოლოდ მედიკამენტების იმპორტის და დისტრიბუციის მიმართულებით, არამედ ადგილობრივად ჯენერიკული დასახელების მედიკამენტების მწარმოებელ და სამედიცინო სერვისების მიმწოდებელ ერთ-ერთ მსხვილ ჯგუფად და რეგიონალური მასშტაბის ჰოლდინგად გადაიქცა. დაარსებიდან 31 წლის შემდეგ კომპანია 12,000-ზე მეტი დასაქმებულით და ბიუჯეტში შეტანილი მილიონები თუ არა მილიარდი ლარის გადასახადით ამაყობს. ავერსის დამფუძნებელი სხვათა შორის დღესაც ფიქრობს, რომ კომპანიის შექმნა მოთხოვნამ განაპირობა და თავის დროზე არც ეგონა, რომ ბიზნესი ესეთ მასშტაბებს მიაღწევდა. პაატა კურტანიძე 3 ათწლეულის განმავლობაში გამოვლილ სირთულეებს ხშირად იხსენებს სხვადასხვა მედიის საშუალებით და აღნიშნავს, რომ ამ პერიოდის განმავლობაში საქმეს კომპანია და მისი გუნდი კანონის მკაცრი დაცვით აწარმოებდა და ბიზნესმენ პაატა კურტანიძეს კომპანიის განვითარების ყველა ეტაპზე სჯეროდა, რომ წარმატების და განვითარების საწინდარი მხოლოდ სუფთად გაკეთებული საქმე იყო. $70 დაწყებულ ბიზნესზე, რომელიც რეგიონში უმსხვილეს სამედიცინო ჰოლდინგად იქცა. ჩვენს მიერ მომზადებული სიუჟეტი ვნახოთ. ბრენდიც ადამიანი არა, იბადება, იზრდება, ვითარდება, იცენს ხასიათს, ისახავს მიზანს, სწავლობს შეცდომებზე, უჩნდება ამბიცია ფრენის, არ გაჩერების, ახალ-ახალი მწვერვალების დაპყრობის. ეს გზა მისი ყველა ფაზით და ეტაპით გაიარა ამ ისტორიის მთავარმა გმირმაც. ყველაფერი 31 წლის წინ დაიწყო. იმ შაუბნელ გასულ საუკუნეში, როცა საქართველოს დამოუკიდებელი ცხოვრების პირველ ნაბიჯებს დგამდა საბჭოთა კავშირის დაშლას. ქვეყანაში ყველაფრის დაშლა, ნგრევა, დეფიციტი მოჰყვა. დაცარიელებულ საქართველოში დაცარიელდა აფთიაქებიც. შემორჩენილ მედიკამენტებს აქა-იქ, ბაზრის დახლებზე, ხილბოსტნეულს შორის თუ იპოვიდით. ეს იყო мотивация იმ მომენტში, სხვა мотивация არ მქონია არც ფულის შოვნის, არც რაღაც პატრიოტული, უბრალოდ მოსახლეობა ჭირდებოდა წამლები. ქვეყნის საჭიროებამ სამედიცინო უნივერსიტეტის ბოლო კურსის სტუდენტს ქირურგის პროფესია ბიზნესის სასარგებლოდ დაათმობინა. $70 საწყისი კაპიტალი ერთ ჩანთაში ჩატეულ 17 სახეობის მედიკამენტში კონვერტირდა. პირველ წარმატებულ იმპორტს მალევე მოჰყვა მეორე, მერე მესამე, მეოთხე. ელვისი სწრაფით გაჩნდა მოთხოვნაზე მიწოდების შესაბამისი პასუხი და ნაცრისფერ ქალაქში წითელი გულით საელვარდა შესაბამისი სახელწოდებით. მეგრიდო არ მქონდა საფიქრალებ და ამომიტივდა ერთ-ერთი ვერსია, ავერსი, ვინაიდან ავერსი არის ლათინური სიტყვა და ნიშნავს წინსვლას, მაღლასვლას სპირალური გზით, რაც ჩემი აზრით ყველაზე სტაბილურია ცხოვრებაში, ვინაიდან უეცარ აღმაფრენას, უეცარი დაღმაფრენა მოსდევს ხშირად, ხოლო სპირალური წინსვლა ყველაზე მეტად უძლებს დროს. ასე დაიწყო ავერსის ისტორია. სპირალურად აღმავალი ბრენდის მთელი ეპოპეა 1994 წლის 14 ნოემბერს. ყაზბეგის 5 ნომერში ერთ პატარა ოთახში გაიხსნა ბრენდის პირველი აფთიაქი, რომლითაც ავერსმა საზღვრები მოარღვია და საქართველოში მომავალი შემოიტანა 31 წლის წინ. მცირე ფართობში გაჩენილი დიდი იდეის გარშემო გაერთიანებული ადამიანები ახლა ამბატყვებიან, რა იყო გადამწყვეტი ფაქტორი, რამაც ავერსის შეუქცევადი განვითარების ისტორია განსაზღვრა. აქ არისო ესეთი გამიჯნული, რომ ეს შენი გასაკეთებელია და მე არ უნდა გავაკეთო, ამას მე გავაკეთებ, შენ არ უნდა გავაკეთო და ესეთი. იყო გასაკეთებელი და გონდურად ამას ვაკეთებდით ყველა. და არც იმას უყურებდით, რა დრო ჭირდებოდა ამას, რა დროს დაუბრუნდებოდით ოჯახებში. თავარი იყო, რომ ის გასაკეთებელი რაც იყო იმ დღეს უნდა გაკეთებული. ერთმანეთის გვერდში დგომი და გატანით და ერთმანეთის ჭირვარამის გაზიარებით მუშაობდა ეს 5-ეული თუ 10-ეული თანდათან გაზრდილი ჯგუფი და ყველაფერს ვაკეთებდით იმისათვის, რომ საქმე წინ წასულიყო. როდესაც გთხოვე, რომ კანონის ფარგლებში და მოწესრიგებულად და სწორად იმუშაო და შენს მიყვები ამ გეგმას, არაფერი არ გაშინებს.
ყველა ავერსელს თავისი ისტორია აქვს. ერთმანეთისგან გამორჩეული, განსხვავებული, საინტერესო და დასამახსოვრებელიც, თუმცა ჩვენს რესპონდენტებში არის ერთი საერთოც. თითოეულის მეხსიერება, კადრად და ამბად ინახავს სუსხიანი ნოემბრის იმ დღეს, როცა პაატა კურტანიძესთან ერთად მათი ცხოვრების პირველი გაბედული და ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯიც გადადგეს. პერსონალიების მიღმა, ქვეყნისთვისაც კრიტიკულად მნიშვნელოვანი. ზუსტად 31 წლის წინ ბატონ პაატასთან მივედი სამუშაოდ, ასე ვთქვათ. ფარმაცევტი, როგორც ფარმაცევტი, ასე. ძალიან დიდი ცოდნა მოუქცა, ასე შეიძლება ითქვას. ბევრი მეგობარი ამხანაგი შევიძინე, რომელთანაც დღემდე კარგი ურთიერთობა გვაქვს. აქ ერთად ვართ სუყელანი და აი ეს ჩვენი პირველი ნაბიჯები, რაც ერთად გავიარეთ, ერთად ვისწავლეთ ფაქტიურად ყველაფერი. იმიტომ ეს იყო პირველი, აი პიონერები ვიყავით ფაქტიურად ჩვენ. პირველი კომპიუტერი მე მოვიტანე ავერში 94-ის 5 მაისს მოვიტანე პირველი კომპიუტერი და 15 მაისს დავიწყე მუშაობა. ეს 31 წელი ჩემთვის არის ცხოვრება. მანამდე მქონდა თქვა 18 წლის მუშაობის სტაჟი, მაგრამ ეს 31 წელი არ შეედრება, რა თქმა უნდა, უბრალოდ ის არ შეედრება ამას. ავერსის მრავალწახნაგოვანი ისტორია დღეს უკვე ასეთივე პორტფელით გამოხატული ბევრ ამბავს იტევს, თუმცა მაინც ყველაზე ღირებული აქტივი, რაც ამ ჰოლდინგს სხვა ასობით, თუნდაც ათასობით კომპანიას შორის გამოარჩევს, მაინც ადამიანები მგონია. იცით ვინ? 31 წელი, როგორც ამბობენ, ცხოვრების ნახევარი ავერსის წიაღში რომ მიითვალეს. მასთან ერთად გაიზარდნენ, განვითარდნენ, მას დაუკავშირა ცხოვრების ყველა მნიშვნელოვანი, ყველაზე პირადი ამბებიც. პირველი სამსახური უმრავლესობისთვის დღემდე უკანასკნელია. როგორია არა? ერთგულების 31 წელი. იმ სიყვარულის, რომელიც ისე არ მოდის, არც რიცხვებს მოაქვს, არც გაუმჯობესებულ პოზიციებს. არის რაღაც სხვა, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი. როდესაც რაღაც გარკვეული შრომა გაქვს გაწეული და ზრუნვა კომპანიის მიმართ, თუნდაც ადამიანის მიმართ, ხო გიყვარს ის შენი შრომის შედეგი და ასე არის აქაც, გიყვარს და არ გემეტება დასათმობად, გინდა რომ კიდევ და კიდევ მეტი შესძინო. რა შეიცვალა ამ ფოტოს მერე თქვენთვის? თქვენი პირადი დამოკიდებულება ავერსისადმი. შეიცვალა ალბათ დრო, ასაკი. დანარჩენი სულისკვეთება, ენერგია გვაქვს ისევ. სურვილი რომ უფრო მეტად განვითარდეთ, ისევ გვაქვს. უბრალოდ ალბათ ის პატარა ბიჭები აღარ ვართ, რაც ვიყავით 30-31 წლის წინ. სინათლის სიჩქარით გაიზარდა სივრცე, რომელიც ავერსმა დაფარა. ბრენდის წარმატება რიცხვებში მთელი ქვეყნის მასშტაბით 366 აფთიაქს, ფარმაცევტულ საწარმო ავერსი რაციონალს, მსოფლიო დონის კლინიკათა ქსელ ავერსის კლინიკას და აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკას ასახავს. ისევე როგორც ქირურგიის ეროვნულ ცენტრს, ჰოსპიტალურ ქსელ მედალფას და სადაზღვევო კომპანია ალფას. ავერსის სახელმწიფო ბიუჯეტის ერთ-ერთი უმსხვილესი კონტრიბუტორი და არანაკლები დამსაქმებელია. 12000-ზე მეტი ავერსელით. შეიძლება შევადაროთ ორგანიზმს, სადაც ყველას თავის ფუნქცია, ყველა ორგანოს თავისი ფუნქცია აკისრია და მთლიანობაში ალბათ ამას ტვინი, ასე ვთქვათ, ანაწილებს ამ ფუნქციებს და ეს ტვინია ზუსტად ჩვენი დამფუძნებელი პაატა კურტანიძე. ავერსმა ისტორიის 3 დეკადის განმავლობაში შეძლო და მედიკამენტები მთელი მსოფლიოდან საქართველოს ყველა კუთხე კუნძულს მიაწვდინა. ხელმისაწვდომი გახადა ქვეყნის შიგნით, საერთაშორისო სამედიცინო სერვისები და შექმნა გარემო, რომელიც უცხოეთში სამკურნალოდ წასვლის სანდო ალტერნატივად იქცა. ციფრულ ერაში თავის დამკვიდრებაც გამოუვიდათ, ინოვაციებზე მუდმივი სწორებით. ვცდილობთ, რომ თუ კი რაიმე სოფლიოში იქნება განვითარებული ნაბიჯი გადადგმული, ჩვენთანაც განვახორციელოთ მომავალი თაობები იამაყებენ აი ამ ჩვენი დაწყებული საქმით და ისინი იამაყებენ რო არიან ავერსელები. ეტიმოლოგია თავის როლს ასრულებს. სპირალებით ბოლო არც მათ გეგმებს, მიზნებსა და ამოცანებს უჩანს. და ამ პროცესში ინოვაციების დანერგვის ყველა ეტაპზე ავერსის განვითარების კურსი მხოლოდ და სრულად მიმართულია იქ, სადაც მომხმარებელი ელოდება. ის, ვინც მას უკვე 31 წელია. ყველაზე ძვირფას ჯანმრთელობას ანდობს. ოცდაათი წლის წინ ერთი აფთიაქით დაწყებული ისტორიის ამბავს ვაგრძელებთ უკვე სტუდიაში
ვაგრძელებთ წლევანდელი წლის შეჯამებით. შეჯამება არა, მიმდინარე პროექტებზე, უпростоრად, რადა როგორ გამოვიარეთ და მთელ იმ გეგმებზე, რომელიც კომპანიაში არის დასახული. მადლობელი ვარ ლევან კუტანიძის, ავერსი ფარმას მმართველი საბჭოს წევრის, რომ დათანხმდა ავერსის იუბილეზე და არის ჩვენთან ერთად ამ გადაცემაში. ლევან, დილო მშვიდობისა. გამარჯობა, მადლობა თქვენ მოწვევისთვის. მადლობა მობრძანებისთვის. როგორ მიდის 2025-ე? მოდი ეს იყოს გამხსნელი კითხვა ჩვენი საუბრისა. ანუ ამ შემთხვევაში თქვენ ყურადღებას მივაპყრობ ყველა იმ გეგმაზე, რაც კი იყო დასახული გასულ წლებში და როგორ ინერგება ეს ყველაფერი 2025-ში. 2025 წელიც, როგორც თქვენ თქვით, მიდის ისე უყვებით გეგმაზომიერად ნაბიჯ-ნაბიჯ იმ გეგმებს, რაც გვაქვს დასახული. რამდენიმე მიმდინარე პროექტი გვაქვს. რაც უკვე დავასრულეთ, ეს არის რამდენიმე სამეცნიერო აპარატურის დადგმა ჩვენს კლინიკებში. ავერსის კლინიკის ცენტრალურ ფილიალში დავამატეთ 2 მაგნიტური რეზონანსული ტომოგრაფი, ასევე დავდგით დაახლოებით 1 წლის წინ ავამუშავეთ გამა-ნაიფი, იგივე გამა-დანა და ასევე ოფთალმოლოგიური მიმართულებით შევიძინეთ კალცაისის უახლესი აპარატი Vizumax 800, რომელიც რეფრაქციული ქირურგიის მიმართულებით უკვე მუშაობს და ვაკმაყოფილებთ ჩვენს პაციენტებს. მიმდინარე პროექტები გვაქვს გორში დავამთავრებთ სულ ცოტა ხანში, რამდენიმე თვეში ახალი ფილიალის მშენებლობა, სადაც კიდევ უფრო მეტ სერვისს შევთავაზებთ ჩვენს პაციენტებს. ეს ფარმა ფილიალი იქნება, ლევან, გორში თუ უკვე სამედიცინო სუპაზოვანი დაწესება? ავერსის კლინიკაზეა საუბარი. დიახ, ფარმას რაც შეეხება, ფარმას მიმართულებით ვამატებთ აფთიაქებსაც, თუმცა ჩვენ ძირითადად ვითარდებით არამედიკამენტების მიმართულებით, ანუ ვზრდით არამედიკამენტების ასორტიმენტს, ეს იქნება თავისმოვლის საშუალებები, ბავშვთა კვების, ბავშვთა მოვლის ბრენდები. ჩვენი ბოლო ყველაზე დიდი დანამატი არის იტალიური საბავშვო ბრენდი Chico. და მუშაობთ ამ საკითხზე, თუმცა არ ვჩქარობთ, რადგან სანამ ნებისმიერ ბრენდს პროდუქტს შემოვიტანთ ჩვენს ქსელში, მაქსიმალურად ვსწავლობთ, რომ ხარისხი იყოს უმაღლესი და მხოლოდ ამის შემდეგ შემოგვაქვს ჩვენთან. ლევან, მინდა დავბრუნდე ამ თემაზე, რაც ინფრასტრუქტურის მოწყობას უკავშირდება და ახალ ტექნოლოგიებს. ავერსი ყოველთვის გამოირჩეოდა და იმთავითვე ანონსებდა, რომ სოფლიოში თუ კი რაიმე ახალი სახის ტექნოლოგია მედიცინაში იქნება დანერგილი, ის უახლოეს პერიოდში ყოველთვის ავერსის კლინიკებში ხდება. ამის დასტური იყო გამა-ნაიფის თემა, ამის დასტური არის ოფთალმოლოგიის მიმართულებით კალცაისის ეს ახალი ტექნოლოგია, რომელიც თქვენ აღნიშნეთ და ამაზეც გქონდა ჩვენ ჯანდაცვის სტანდარტში საუბარი. ბატონი პაატა კურტანიძე ინტერვიუებისას ყოველთვის ამბობს, რომ ის მაქსიმალურად ეკითხება თანამშრომლებს, აბა რა ტექნოლოგია გამოვიდა და რა ინერგება. ეს ხაზი გრძელდება და კიდევ რა გაქვთ მონიშნული საიმისოდ, რომ ეს ტექნოლოგიური განვითარება ავერსის კლინიკებში და ყველა სხვა მიმართულებით გაგრძელდეს. დიახ, დღემდე გრძელდება და ყოველდღიური რეჟიმი არის, ყოველდღიურად კლინიკის ხელმძღვანელებს აქვთ შეკითხვა კლინიკის ექიმებთან, რა არის ახალი, რაც შეგვიძლია დავნერგოთ, რაშიც შეგვიძლია რომ ვიყოთ პირველები არა მხოლოდ ჩვენს რეგიონში, მთლიანად მსოფლიოში და რაც რა თქმა უნდა გამოადგება ქართულ მოსახლეობას, ქართულ პაციენტებს. ეს გრძელდება და გვაქვს რამდენიმე პროექტი მხედველობაში. კი ბატონო. ავერსი ფარმასთან მიმართებაში თქვენ აღნიშნეთ, რომ აქცენტირება გაკეთდება ხარისხიან ხელმისაწვდომ პროდუქციაზე და იმავდროულად ბრძანეთ, რომ ამ ყველაფრის წინასწარი დატესტვაც მიმდინარეობს, ვიდრე ასე თქვენს ქსელში გაეშვება. მეორეს მხრივ მახსოვს კიდევ ერთი განაცხადი ავერსისგან, რომ ავერსი აღარ არის უკვე მხოლოდ ადგილობრივი კომპანიების კონკურენტი. კონკურენცია კლინიკების კუთხით რეგიონალური მასშტაბის არის და უფრო გლობალური. აი ამ ყველაფერში რამდენად ეწერება ავერსი და რა კონკურენტული უპირატესობები ცდილობთ ლევან, რომ იყოს წარმოდგენილი? დიახ, ჩვენი კონკურენტები დღეს უკვე არიან უცხოური კლინიკები. ეს უცხოური კლინიკები საკმაოდ აგრესიულ და წარმატებულ მარკეტინგულ კამპანიას ეწევიან, რომ მიიზიდონ ქართული პაციენტები საზოგადოებრივ, თუმცა ჩვენ ვცდილობთ რომ პირიქით, რადგან
საქართველოში სამედიცინო სერვისებზე დღეს არათუ იგივე გაცილებით უფრო მაღალი ხარისხით შეგვიძლია ზოგიერთ შემთხვევაში შევთავაზოთ ჩვენს პაციენტებს და რაც ყველაზე მთავარია გაცილებით უფრო ნაკლებ ფასად. ანუ ხშირად 5ჯერ ზოგჯერ 10 შემთხვევაში 10ჯერ უფრო ნაკლებ ფასადაც ვიდრე სხვა ქვეყნებში მოუწევდა პაციენტს ფულის გადახდა. და ამასთან ერთად რა თქმა უნდა მუშაობთ რომ პირიქით უცხოელი პაციენტებიც მოვიზიდოთ ჩვენთან და ყოველწლიურად ვიზრდებით, ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტი პაციენტი ყავს უცხოეთიდან და ზოგადად მიგვაჩნია რომ საქართველოს აქვს ძალიან დიდი პოტენციალი გახდეს ერთგვარი სამედიცინო ჰაბი ჩვენს რეგიონში. შეგვიძლია თუ არა იმავდროულად ვისაუბროთ შემდეგზე ვიდრე თქვენს გეგმებზე გადავალთ 2026-თან დაკავშირებით თუ რა უკავშირდება უმთავრეს ასევე რომელიც ავერს გამოარჩევს ეს გახლავთ ტექნოლოგიებში ამ შემთხვევაში მე აღარ გულისხმობ მხოლოდ იმ დანადგარებს რომელზეც უკვე ვისაუბრეთ მაგრამ იგივე ფარმა მიმართულებით რობოტიზაციის მიმართულებით და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ვიცი რომ პირადადაც საკმაოდ აქტიურად ხართ ლევან ჩართული და აქ ამ კუთხით რა სიახლეებს უნდა ველოდოთ ხა ამ მიმართულებით ტექნოლოგიებს რაც შეეხება სააფთიაქო ქსელში უკვე თითქმის ყველა ობიექტში გვაქვს self-service აპარატი, ანუ მოხმარებელს შეუძლია რომ პირდაპირ შევიდეს და წამებში თავად შეიძინოს აპარატი, არ ჭირდება თანამშრომელთან გამოლაპარაკება, დაალდება და ასე შემდეგ. ასევე ჩვენ უკვე პირველი პროექტი წარმატებით განვახორციელებთ სააფთიაქო რობოტის. პეკინზე ჩვენ სააფთიაქოში გვაქვს სააფთიაქო რობოტი, რომელიც ძალიან ზუსტად და ძალიან სწრაფად ემსახურება მომხმარებელს. რა თქმა უნდა, ხელოვნურ ინტელექტსაც ვიყენებთ როგორც ფარმა, ისე კლინიკების მიმართულებით და უკვე დაახლოებით 5-6 წელია ჩვენ აპარატი არ შეგვიძენია რომ ხელოვნური ინტელექტი არ იყოს შიგნით ჩაშენებული. ანუ ინტეგრაცია სრულად ხელოვნური ინტელექტისა არის ბოლომდე მაშინ. კი, ან მაქსიმალურად ყოველდღიურად ვცდილობთ რომ რაც კი ახალი არის, უნდა დავნერგოთ და ადრე თუ არსებობდა სკეპსისი ხო ამ თემასთან დაკავშირებით, მათ შორის თანამშრომლებში დღეს უკვე ყველა დარწმუნდა, რადგან უკვე ძალიან მაგარი შედეგები გვაქვს იგივე სამედიცინო დიაგნოსტიკის მხრივ, როდესაც ხელოვნური ინტელექტი ძალიან უმარტივებს ექიმის მუშაობას და ხარისხი კიდევ უფრო მაღალი არის. ეს პრაქტიკაში აისახა, ხო, ლევან? კი, უკვე პრაქტიკაში ასახულია რამდენიმე წელია. გასაგებია. თქვენ რამდენიმე პროექტი იგივე გორში ავერსის კლინიკის გაფართოებასთან და რედიზაინთან დაკავშირებითაც ახსენეთ, მაგრამ ვიცი რომ ავერსის გუნდი აქტიურად მუშაობთ უკვე იმ პროექტებზე, რომელიც 2026-ში და შემდგომ წლებში არის დაგეგმილი. რა შეგვიძლია გამოვყოთ უკვე არსებული პროექტებიდან? ხა რაც დასრულდება 2026-ში, 2027 წლებში, ესენი არის იგივე გორის ახალი ფილიალის მშენებლობა, ასევე რუსთავში ვაშენებთ სრულიად ახალ კლინიკას. აქაც სრულიად ახალი ინფრასტრუქტურა იქნება შეთავაზებული რუსთავის მოსახლეობისთვის და ეხლა ხანს დავიწყოთ მშენებლობა თბილისში ავერსის კლინიკის ცენტრალური ფილიალის გვერდით ახალი კორპუსის რომელიც 26-ში ნამდვილად არ იქნება, თუმცა ძალიან ინტენსიურად მუშაობთ და იმედი გვაქვს რომ რაც შეიძლება მალე შეგვიძლია შევთავაზოთ გაფართოებული სერვისები და კიდევ ძალიან ბევრი სიახლე გვაქვს გეგმაში ჩვენი მოსახლეობისთვის. ლევან, წარმატებებს გისურვებთ და მოხარული ვიქნები რომ ხშირად გიხილოთ ჩვენთან სტუდიაში. კიდევ ერთხელ გილოცავთ იუბილეს თემ და ავერსის თემგუნდს. დიდი მადლობა თქვენ კიდევ ერთხელ მოწვევისთვის. მადლობა. ლევან კურტანიძე, ავერსი ფარმას მართველი საბჭოს წევრი იყო ჩვენთან ერთად.